an der Kaukasusfront. Von den Höhen des Kaukasus geht der Blick weit ins Land. In den Bergwäldern vor Tuapse, in steilem Anstieg, müssen die einzelnen Höhen überwunden werden. წლის 17 აგვისტოს ფაშისტური გერმანიის სამთო მოიერიშე დივიზია ედელვაისი კაპიტან გროტის ხელმძღვანელობით ყარაჩაის მხრიდან იალბუზის კალთებს მოადგა. იეგერები იმავე დღეს 11 პრიუთთან ზღვის დონიდან 4200 მეტრზე დაბანაკდნენ. ავსტრიელმა ჯარისკაცებმა ხოჯიტაუს უღელტეხილის გენერალ კონრადის სახელი უწოდეს. ედელვაისში მონაწილეობდა 2 ქართული ბატალიონი. ისინი პოლონეთიდან აქ ჩამოიყვანა შალვა მაღლაკელიძე და დიდი თავგამოდებით იბრძოდნენ მდინარე ბაქსანს. სხვა ბატალიონი იყო კიდევ ჩამოყვანილი აქ ლიტველების ბატალიონი, სხვათა შორის ისიც შალვა მაღლაკელიძის ინიციატივით, მაგრამ ძალიან თავგამოდებით ახლა მათ არ იბრძოლეს აქ. ქართველებისათვის დიდ ქედს გადაღმა სამშობლო იყო და ლიტველებისათვის კავკასიის ქედს გადაღმა არაფერი არ იყო საინტერესო. ბერლინის რადიო სიხარულით იუწყებოდა ბოლშევიკური რაზმების განადგურებას იალბუზის სამხედრო მეტეო სადგურზე. Rast in einer Sauna, die von unseren Jägern in einem Hochtal eingerichtet wurde. Nach dem Schwitzbad rasche Abkühlung, das stählt den Körper. ფიურერის ბრძანების მიუხედავად, რომ 19 აგვისტოს იალბუზზე მესამე რაიხის დროშა აღიმართათ, გროტი მწვერვალის დალაშქრაზე უარს აცხადებდა. იალბუზზე ქარბუქი მძვინვარებდა. Sturmwolken über dem Dalabashi. მაგრამ 21 აგვისტოს გროტი უკვე იძულებული გახდა ვერმახტიდან მიღებული მკაცრი ბრძანება შეესრულებინა. ედელვაისი უამენდობის მიუხედავად ევროპის უმაღლესი მწვერვალისკენ დაიძრა. მწვერვალის დალაშქრას უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია. დაშვებისას რამდენიმე იეგერი და გამოცდილი ალპინისტი დაიღუპა. ბრძოლა კავკასიონისათვის ზღვის დონიდან 3400 მეტრზე მიმდინარეობდა. მოგვიანებით დახოცილ ჯარისკაცებს იალბუზის უნაგირზე ზღვის დონიდან 5500 მეტრზე პოულობდნენ. ომს ასე მაღლა ჯერ არასდროს აუღწევია. პროპაგანდისტული ფილმი განგაში უღელტეხილზე გებელსის დავალებით გადაიღეს, მაგრამ მესამე რაიხის მაყურებელს მისი ნახვა არ დასცალდა. გერმანელებმა დაშვებული შეცდომების გამო ვერ გადალახეს კავკასიის მთავარი ქედი. რამდენიმე უღელტეხილი დაიკავეს, სანჭაროს უღელტეხილიც დაიკავეს. პრაქტიკულად საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც შემოვიდნენ ქლუხორის მხრიდან ისინი, მაგრამ ეს იყო ცალკეული მძვერავი რაზმები და ქედის გადალახვა ვერ მოახერხეს მათ. წინააღმდეგობის გამო, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობის გამო და დაშვებული შეცდომის გამო. იმიტომ რომ ჰიტლერს ან უნდა აერჩია სტალინგრადის მიმართულება, ან უნდა აერჩია ჩრდილო კავკასიის მიმართულება. მან ორივე აერჩია და საბოლოოდ ორივე მიმართულებით დამარცხდა. 1943 წლის დასაწყისში გერმანიის ელიტარულმა დივიზია ედელვაისმა
საბჭოთა არმიისა და კავკასიონის კაცრი კლიმატის შემოტევას ვერ გაუძლო და იძულებული გახდა უკან დაეხია. 1953 წლის ზაფხულს ფაშისტური გერმანიის სამხედრო ქვედანაყოფები, რომლებიც სპეციალურად გასწრული იყვნენ მთაში ბრძოლების საწარმოებლად, იმჟამინდელი საბჭოთა საქართველოს ტერიტორიებს მოუახლოვდნენ. ბრძოლები ძირითადად კავკასიონის ჩრდილოეთით მიმდინარეობდა. ჩვენთვის ცნობილია ქულხორისა და მარუხის უღელტეხილებზე გამართული შეტაკებების ისტორია. მაგრამ იყო კიდე მესამე, ესე ვთქვათ, ყველაზე ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რომელიც ჩატარდა, ეს იყო ბასას უღელტეხილზე. ეს ოპერაცია რატომღაც საბჭოთა ხელისუფლებამ სასტიკად გაასაიდუმლოა. Der Feind wird zum Rückzug gezwungen. იქ დაახლოებით 1000 კაცამდე დაეცა. 1984 წელს იმ ადგილებზე, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა, იყო შესული სპეციალური ექსპედიცია. და ჩვენ ხედავთ ნივთებს, რომლებიც იქიდან გამოიტანეს შემთხვევის ადგილიდან, სადაც მიმდინარეობდა ეს ბრძოლები. მაგალითად ეს ხელყუმბარა გერმანელი ოფიცრების ბედლები დამსახურებისათვის, აქ წერია ღირსეული სამსახურისათვის. აი ნაპოვნი არის კიდევ ძალიან საინტერესო არის, ეს არის სპეციალური დანადგარი артиლერისტებისათვის, სადაც ხდებოდა გამოთვლა თუ ხეობის უკან როგორ უნდა გაენადგურებინათ მოწინააღმდეგე. Stellung preisgeben. და ჩვენც 1980 წლის შემდეგ, ასე ვთქვათ, გადავწყვიტეთ, რომ უფრო ზუსტად გამოგვეკვირია თუ რა მოხდა ბასას უღელტეხილზე. ეხლა წუთზე უნდა მოვიდეს ჩვენი გამყოლი ლევან შერვაშიძე. არ დაგავიწყდეთ, რომ 25 წელიწადია კაცშვილი არ შესულა. აი მე მგონი ეს საუმარჯოს ლევანი. იასეს ასე ამონი. ისე თქვენ შეგვიძღვებით, ხო იმ ხეობაში, რაც 25 წელიწადია კაცშვილი არ შესული. ნამდვილად, ჩემს შესო გავიგე որ მაგას საინტერესო აღმოჩნდა იმიტომ რომ ეს საინტერესო სამბავი და უბრალოდ რაღაცა. პროგრამა შეიძლება. რა მიმართულებით არის ეს აქედან შეიძლება დაახლოებით რომ ვიქფარეს აუცილებლად ჯერ ანუ ჩვენ უშბას შემოვლით არა ბარცელს სახეობაში მიგრა ნაკრესობა არის ბევრად დამოთ მაინც საინტერესო იქნებოდა ვინმე გვინახა ვინც იქ იყო შესული თუ არის კიდე არსებობს ეგეთი ადამიანი და აი ხა მე მინდა რომ წაგიყვანო სადაც აი ესეთი ადამიანი დარჩენილი უზარი ნიგურიანი რომელიც 25 წლის წინ იყო შესული და ის გვეკვით აღჭურვილებით დეტალებს რა გამარჯობა იასე გამარჯობა კეთილი იყო ჩემი ფეხი ამ ოჯახში იმავე რომ გეუბნებოდით ბასას უღელტეხილის ცნობილ ფაქტზე დეტალებისთვის მოვიდით რომ რაღაცები დაწვრილებით გავიგოთ თქვენგან რომ ბუნებრივია ლიტერატურაში ისტორიაში არ არის ბასაზე ომის ისა ეპიზოდები რაღაც ისე ხალხის მეცნიერებაში დარჩა როგორც იქაც მიმდინარეობდა ომი როგორც მარუხზე და სხვადასხვა ადგილებში კავკასიონის უღელტეხილებზე კერძოდ ახლა ეს პერევარი დაკავშირებული უღელტეხილი დაკავშირებულია როგორც მასთან აქვია ჭუბერთან ასევე ჩიპერაზავუთ ელბრუსის რაიონთან სწორედ ელბრუსის კაბარდინო-ბალკარეთთან შემოდიოდა ხოლმე გერმანელი. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ უღელტეხილის სიტყვის საკმაოდ სტრატეგიულ ადგილად ითვლებოდა ალბათ არა? უღელტეხილი უფრო ადვილი გადასასვლელიცაა, ჩიპერაზა უფრო ადვილი გადასასვლელიცაა. როგორც ამბობენ და ისტორიიდან ვიცით რომ ჯერ კულხორით ამით გადმოდიოდნენ მაროხით შავი ზღვის სანაპიროზე, შემდეგ აპირებდნენ უფრო აქეთ აღმოსავლეთით ბაქოზე გასვლას, ხო? და ამ შემთხვევაში ბასას პერევალი ასრულებდა დიდ როლს გერმანელები შემოსულიყვნენ ზუსტად შუა წელში მოხდებოდა იგი დარტყმა ესე იგი ნაწილს მიიწოვებდნენ იქით აფხაზეთის მხარეზე აქ კერძოდ სვანეთის მესტიის რაიონში და უფრო აღმოსავლეთით მესტიის უღელტეხილებისკენ და მულახისკენ მოქმედებდა ყურაშვილის არმია. ყურაშვილის არმიაში ქართველები მსახურობდნენ? ქართველები მსახურობდნენ, უფრო ჭარბობდა რუსები, ჭარბობდა უფრო
კიდევ ადგილობასახლეობა, რომელიც იცოდა ტერიტორიებისა. ახლა მაროხის უღელტეხილი, ეს არის ელბრუსის რაიონის ეკუთვნის, ასევე ბასას, აზავ, ჩიპერაზაუს ეკუთვნის, ისევე ელბრუსის რაიონი, კაბარდინო-ბალკარეთი, ბალკარეთის მხარე და ყველაფერი ერთდებოდა ენგურის ხეობაში სიყრიდა. აგნუს ერთი შეკითხვა მაქვს, ახლა ჩვენ ნახეთ ეგეთი კადრები 1942 წელს გადაღებული გერმანელი ჟურნალისტების მიერ, ესე იგი პროპაგანდა ფილმს ეძახდნენ, ეგეთი ის რომ გერმანიაში უშვებდნენ. თუ როგორი სიხარულით ხვდებიან ყარაჩაელები იმას გერმანელების შემოსვას ედელვაის ბერგმანს. აქ ეგეთი შემთხვევა თუ იყო საერთოდ რომ აი იქნებ იყვნენ ქართველები გერმანელების ხარჯს რომელიც აქეთ გადმოვიდნენ ან ადგილობრივები რომლებიც ეხმარებოდნენ იმათ ეგეთი შემთხვევა ხო არ ყოფილა არა შემთხვევა არ ყოფილა მაგრამ იმედით იქონდათ იმ ბერგმანის ჩამოყალიბება რომელიც ქართველები მონაწილეობდნენ ამ ომში ესე იგი განაცხენებული თუ რაღაც მოღალატედ გამოცხადებული ხალხი რომელიც ამ ისტორიას დაიწერა ხოლმე იყო ამაზე მსჯელობა მაგრამ კერძოდ სვანეთში არ ჩამოყალიბებულა ეს ისე ყოფილა შემთხვევა რომ გადმოსულან და მოლაპარაკებიან ხალხ ლაპარაკი გასულა იმიტომ რომ ზოგიერთი იყო იმ ბერგმანის იმაში რომელიც სვანეთთან იყო წარმოშობილები იმედი წასულები და იმედი ჰქონდათ რომ სვანი ხალხი ადგილობრივი ხალხი დაუჭერდა მხარს მაგრამ იგი სამწუხაროდ არ შედგა სამწუხაროდ ახლა ვამბობ იმიტომ რომ მაშინ შეიძლება ყოფილიყო სასურველი არასასურველი დღეს სასურველია აი ამის გამო დანარჩენი მე მგონი უკვე იქ ადგილზე ვწავოთ უკვე იქ დავნახოთ ჩვენ დიდი მადლობა აგრას ხეობაში თვითონ იქ ადგილობრივებს გავესაუბრებით მაშინ ავტოვით მესტია და უკვე მივემგზავრებით სოფელ ნაკრისკენ დაახლოებით 30 კილომეტრია სოფლამდე იქიდან უკვე შევალთ ბასას უღელტეხილისკენ. აქ არიან ჩვენი ჯგუფის წევრები ლევანი, ნიკა, ჩვენი უახლო. ამის ხელშია ჩვენი ცხოვრება ეხლა ამიტომ. სოფელ ნაკრიდან ჩვენი მანქანით გზის გაგრძელება ფაქტიურად შეუძლებელია და ადგილობრივი მესაზღვრეების ეგრეთ წოდებული კოლხოზნიკით გვაგრძელებთ გზას. მაგრამ სულ რამოდენიმე კილომეტრის გავლა შევძელით. მანქანამ წყობრიდან გამოვიდა და გზის ფეხით გაგრძელება მოგვიწია. წუხელის ხამე 10 წელსების ბინაზე გავათიეთ. აი ხა დილის 7 საათია და ამიტომ ჩვენიერია და ვაგრძელებთ გზას უკვე ბასას უღელტეხილისკენ. ავეთ. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ ბასას უღელტეხილისაკენ სწორედ ამ გზით მიდიოდნენ ჯარისკაცები. საბჭოთა დაზვერვის ინფორმაციით უღელტეხილის ჩრდილოეთით სამთო დივიზიონ ედელვაისის შეტევა უნდა განხორციელებულიყო.
თითქმის ნახევარი უკვე გამოვიარეთ და სადღაც დაახლოებით 2500 მეტრზე ვიმყოფები ზღვის დონიდან. ჩემგან არის კავკასიონის მთავარი ქედი მარჯვნივ, ეს არის ნაკრასწვერვალი და აქვე არის ნაკრას უღელტეხილი. იქით უკვე რუსეთის ფედერაცია. ჩემგან მარცხნივ არის ფასას უღელტეხილი და ალბათ დაახლოებით 1 საათ ნახევარში უკვე ზევით ვიქნებით. ეს არის უკვე ფასას უღელტეხილი. როგორც იქნა ამოვაღწიეთ, დაახლოებით 3050 მეტრი. ამასულისთანავე ჩვენი ყურადღება მიიქცია აქ უკვე უცნობი ჯარისკაცის საძვალე. აქ ნათლად ჩანს. აქ კიდე ერთი უცნობი ჯარისკაცი, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. აქვე არის ის გილზები. ალბათ დაახლოებით ის იქნება 53 წელი ალბათ. და ვაგზელებთ გზას. აქ არის გარკვეული ალბათ შეიარაღების ან ყუმბარტყოსნის დეტალები ეს დამძლევრებით ამის თქმა მე ნამდვილად არ შემიძლია. ალბათ ეს იყო სართლი ალბათ მე მგონი არა. ფექსაცმელი მაშინდელი ეს თქოს პოულობთ. საინტერესოა ზევითაც თუ იქნება რამე. აი აქ ჯერ კიდევ შემორჩენილია ეგრეთ წოდებული ზიმლიანიკები. მან გადაიღო კიდევ ეს და ხო ესენია ტყუილამქვევის ჭიდი. ალბათ საბჭოთა ტყუილამქვევი იყო. ამაში ლაგდებოდა ტყუილები, მე უმაგდებოდა ტყუილამქვევს და ამით უსაფრთხოებოდნენ ალბათ. ალბათ იმ რამესაც ამ ჭიდიდან იყო გასროლები. ეს არის ამას გასაკვირი არ უნდა იყოს აირწინაღების ფილტრები, რომელიც განკუთვნილია ქიმიური შეტევისთვის. აქ რაში დაჭიდათ და დატოელოდებოდნენ ქიმიურ შეტევას ეს წარმოუდგენელია. ალბათ გერმანელებს ჰქონდათ რაიმე გეგმა. ეს ნაგებობა არის ალბათ ძველი ქართული წესით, როგორც აგებდნენ. რომელიც გაუძლო, რა ვიცი, უკვე რამდენი წელი გავიდა, 1942 წელს არის აგებული. ალბათ წინაც იყო ეს ყველაფერი. ეხლა მივიდეთ მყინვართან, სადაც უშუალოდ მიმდინარეობდა ბრძოლები. აი აქაც ეს არის აშკარად ცხენის ცვლები, რომელიც ძირითად ტრანსპორტს წარმოადგენდნენ. ალბათ დღესაც შეიძლება ეს სატრანსპორტო საშუალებად. ეს გადმოქონდათ ალბათ 1000 შეიარაღება, პროდუქტი. აი ალბათ აქ გათამაშდა მთავარი ტრაგედია. ესე იგი, აი მყინვარის ქვეშ დნობის პროცესში ეს დროთა განმავლობაში გამოაქვს ეს მიცვალებულები, მათი ნაშთები უფრო სწორედ უცნობი ჯარისკაცების, ცხენების, აგრეთვე შეიარაღება ძველი, რა თქმა უნდა, ლულები და სხვადასხვა დეტალები. ეს ხდება ყოველწლიურად. როდესაც გამოდიან, ძირითადად ჩვენი მესაზღვრეები არიან, ესეთ ბოლოს აგუშაგუ სხვათაშორის მინდა ვთქვა, ჩვენი მესაზღვრეების ყოველწლიურად რაღაც ახალს პოულობენ აქ. სავარაუდოდ გერმანელებს ელოდებოდნენ აი უღელტეხილიდან. მაგრამ როგორც ირკვევა, მოგვიანებით გაირკვა როგორც მიიღო საბჭოთა დაზვერვამ, ინფორმაცია გერმანელებმა გადმოსულიყვნენ იქიდან და
გამაგრებული იქნა ეს ადგილები. მოემზადნენ დასახვედრად მოწინააღმდეგის შემჩნეული იქნა საღამო ხანს, სროლა მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში, მაგრამ დილისკენ გაირკვა, რომ იქიდან საბჭოთა არმია იყო გადმოსული. ესო გერმანელების მიერ ძალიან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. აქედან გადასული ჩვენი ჯარი და ჭუბერის ხეობიდან მეორე ნაწილი იქიდან ამოდიოდა. ერთი მიზანი ჰქონდათ ორივეს, მაგრამ იქ ერთმანეთს რო შეხვდნენ, ეგონათ იმათ ესენი ეგონათ გერმანელები, ამათ ისინი ეგონათ და შეტაკება მოხდა უცბად. ღამით და სანამ გაარკვევდნენ ერთმანეთი ამოხოცეს თითქმის. ჩვენს გამყოლს ლევას გულმა ვეღარ მოუთმინა და მესაზღვრეებთან ერთად ზევით სხვა მწვერვალებისკენ წავიდა. წერა კი შეუნიშნე რომ უკვე ბრუნდებოდნენ და აბა გავხედავ ერთი. მეგონი ეგეთი უნდა იყვნენ და. ლევან! ჩამოხვედით! მოვედით. გამოშთა იალბუზი. არა, ნისლი. რუბელი. არა, სამაგიეროდ ბევრი გადაცემი ნახეთ. განახით კაცო. აი ვიში რაღაცები. წერა მეიპოვეთ ზევით კიდე? არის. არ მომდის მოქმედებაში. რა არის ეს საკაცო? რა არის და რუის თავი. თავია? აუ ბიჭო ეს არა ფეთქდეს კაცო. ესავს. აცი. ელო, კარგად დაიჭი. ვა. აი კიდე ერთი. რა დავარქვათ ამას არტეფაქტი თუ როგორ ასე იგი ამ ვიღაცები გადააჭრნენ რა, კიდე კაი ეს რო გაფეთქე. გამას რა უნდა უყუროთ? არ ვიცი, მე მგონი ამ სასაფლაოზე ჯობია. მოდი ეს მესაზღვრებს ჩავაბაროთ. უკეთიცია რა არის. ემანდა რა ფეთქდეს რა ვიცი კაცო. სასაფლაოზე რა სამდენამი. სხვა ნივთები გინახავთ კიდე ეგეთი მაგდაგვარი აქა? არის კიდე ძალიან ბევრი რამეა. უბრალოდ ახლა უნდა, იმიტომ რომ ყოველ წამს დიდი თოვლი როა მე ხო ზვავს ჩამოვახდა ეს ქვები მარხავს. დრო ძალიან ცოტა გვაქვს. უკან დასაბრუნებლად კიდე 5-6 საათი გვჭირდება. ამიტომ იძულებულები ვართ უკვე წავიძრათ ჩვენი ბანაკისკენ. ამ ექსპედიციაში მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი ოპერატორი ნიკა ჭანიშვილი, ჩვენი გამყოლი ლევან შერვაშიძე და ჩვენი სახელოვანი მესაზღვრეები. რამდენი უცნობი ჯარისკაცი განისვენებს ამ ყინულების ქვეშ, ზუსტად არავინ იცის. იქნებ რამდენის პაპამ, მამამ და შვილმა, რომლებიც აქამდე უგზო-უკლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ. აქ, მუდმივ მყინვარების ქვეშ, კავკასიონის კალთებზე სამუდამოდ განსასვენებელი პოვა. ომი, რომლის ისტორიას ნახევარ საუკუნეზე მეტ ითვლის, აქ თითქოს ჯერ კიდევ არ დასრულებულა. როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ, ომი მთავრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბოლო ჯარისკაცსაც პატივით დაკრძალავენ.